აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის სოხუმის დაცემის დღეს ჟიული შარტავასთან ერთად დახვრეტილი ჟურნალისტის აფხაზეთის ქართული ტელევიზიის პირველი დირექტორის ალექსანდრე საშა ბერულოვას სახელობის პრემიას აწესებს. სიახლე ცენტრის ხელმძღვანელმა ეკა წივწივაძემ და დახვრეტილი ჟურნალისტის დამ ინა ბერულოვამ გააჟღერეს. ალექსანდრე ბერულოვას სახელობის პრემია 4 კატეგორიაში გაიცემა. სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ჟურნალისტებით და მედია მენეჯერებით, შეარჩევს აფხაზეთის თემაზე მომზადებულ საუკეთესო სიუჟეტსა და სტატიას. პრემია გაიცემა მშვიდობის თემაზე მომზადებული ნაშრომისთვის. ასევე დაჯილდოვდება აფხაზეთიდან დევნილი ერთი ჟურნალისტი. პრემიის მოსაპოვებლად ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა უნდა შეავსონ სპეციალური განაცხადი და გამოაგზავნონ მიმდინარე წლის 5 დეკემბრამდე ცენტრის ელექტრონულ მისამართზე. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს აფხაზეთის კონფლიქტის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესისადმი ინფორმირებულობის დონის გაზრდა საზოგადოებაში. Ყველას გვახსოვს ის ტრაგიკული მოვლენები, რომელიც 30 წლის წინ აფხაზეთში განვითარდა და სოხუმის დაცემით დასრულდა. აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურმა ცენტრმა სიმბოლურად სწორედ სექტემბრის თვეში არჩია სიახლის გასაჟღერებლად ჩვენ ვაწესებთ ალექსანდრე საშა ბერულოვას ჟურნალისტიკის ჯილდოს. საშა ბერულოვა გახლდათ აფხაზეთში ქართული ტელევიზიის პირველი ხელმძღვანელი და აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს პრესამსახურის ხელმძღვანელი. ის გახლდათ ერთ-ერთი, ვინც 27 სექტემბერს ჟიული შარტავასთან ერთად სეპარატისტებმა სოხუმის მთავარ მოედანზე დახვრიტეს. ჟურნალისტიკის ჯილდო გაიცემა 4 ნომინაციაში. ნებისმიერ მსურველს შეუძლია თავისი ნამუშევარი წარმოადგინოს, რომელიც მომზადებულია მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში. სპეციალური კომისია შეარჩევს გამარჯვებულებს და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება დეკემბრის თვეში. მე მადლობა მინდა მოვხადო ყველას, ვინც მოიფიქრა ეს პროექტი, ვინც განახორციელა, ვინც შესაძლებელი გახდა ამ კონკურსის და ჯილდოს დაწესება. ისეთ შეგრძნება მაქვს, საშა დაუბრუნდა თავის საქმიანობას და აგრძელებს იმ საქმიანობას, რომელსაც ემსახურა სიცოცხლის ბოლო წამებამდე.